პირველების მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომლებიც ხატყობს იმას, რომ ხელისუფლებას 5 თვის შემდეგ გაახსენდა არჩევნების წინ დაზარალებული მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც თოვლმა თებერვალში მნიშვნელოვან დააზარალა, ბუნებრივია გამოხმაურების გარეშე არ დარჩენია ოპოზიციას, ის ფაქტები და ის მასალები, რომლებიც პირველებმა გაასაჯა, რომ ოპოზიციის თქმით ადასტურებს იმას, რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებოდ ემზადება არჩევნებისთვის, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო ყურლობა შეასწოს და ისინი დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. გურიის მუნიციპალიტეტი ეს ბიუჯეტის ქურდი კორუმპირებულები რეალურად არის საარჩევნო თანხის დახმარება, რათა ადამიანებს თუნუქის სახურავი მიუტანონ იმ დროს, როდესაც არაერთი სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარია მათი გურგლილობის, მათი არასწორად დამოკიდებულების ადამიანების მიმართ და დოკუმენტაციაში წერენ, რომ დაახლოებით თანხა უნდათ, ამ დაახლოებით თანხაშიც უნდა მოყარონ ადამიანებს ის თუნუქის სახურავები, რაც წინა წელს გააკეთეს და ამ დროს არ ინტერესდება არც ერთი სამსახური ამ კრიმინალების და ბიუჯეტის ქურდების მიმართ თუ სად მედის კონკრეტულად ეს 10 მილიონი ლარი. მაშინ როდესაც წიქია იყო ადამიანები თოლში იხშობოდნენ უწყლოდ, უსაკвебოდ და უგზოდ, ამ დროს ის გაჩეჩილი კაცი პრემიერი რო ქვია თავისი აზრით, ჩამოიყვანეს აქ აპოზიორეს ვითომ პრეზიდენტთან ერთად და ამ დროს 300,000 ჩოხატაურიდან უნდა მოეპარათ თურმე ვითომ რო გზებს წმენდნენ. ადამიანებს თავზე 5 თვის განმავლობაში აწმინდათ ვერ ეძინათ ღამე, იმიტომ რომ შიშის ქვეშ იყვნენ, როდის ჩამოენგრეოდათ სახლი თავზე და ეხლა თურმე 25 მილიონი უნდა გამოყონ სახურავებზე, რომელიც აღარ არსებობს, რას უნდა დაახრონ ეს სახურავი, როდესაც სახლები გაუნიავდათ ამ ადამიანებს. თებერვლის მერე ვერ მოახერხეს ის, რომ ეს სალიკვიდაციო სამუშაოები ეწარმოებინათ და ადამიანები ღიაცის ქვეშ დატოვეს მთელი მარტი, აპრილი, მაისი ყველაზე უხვი ნალექი როდესაც იყო, ხოლო დღეს კიდევ წერილები გააგზავნეს, ითხოვენ თანხებს, ეს არის 4 მილიონი, 7 მილიონი და 14 მილიონი, ანუ ჯამში 25 მილიონი არის, ითხოვენ თანხებს და კვლავ არ არის მითითებული თუ რა რაოდენობის ზარალი მიიღო მუნიციპალიტეტმა და არ არის დათვლილი ოჯახების რაოდენობა, რამდენი სახლი დაზიანდა, რამდენი ღობე დაზიანდა. ან ზოგადად რა დაზიანებები არის ამ მუნიციპალიტეტებში. სამწუხაროდ ეს წერილები ნათლად აჩვენებს ამ ადამიანების გულგრილობას. ჩვენ ამ თემაზე მუშაობდით 2 დღის განმავლობაში, ვიმუშავეთ როგორც ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ასევე ზურგეთის მუნიციპალიტეტებში და ბუნებრივია ვცდილობდით ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარების მოპოვებას, თუმცა მათი ტრადიცია არ დაარღვიეს და ამ დრომდე ამ თემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, საჯარო უწყევების კარგი ჩვენთვის ისევ დაკეტილია. ეს ნატო გოგელია იყო, მადლობა ნატო. გურიაში დამანგრეველი სტიქია